ციფრულ სამყაროში ცხოვრება სწრაფი და მრავალფეროვანია. ყოველდღე ვიღებთ ათასობით ახალ შეტყობინებას, უამრავ სიახლეს, მრავალფეროვან იდეებს და ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ენერგია ნელ-ნელა გვეფანტება. მაგრამ აქ იწყება ამ მარათონის შესახებ საუბარი. ეს მარათონი არ მოიცავდა მხოლოდ რჩევებსა და ტექნიკებს, ან მოტივაციური ფრაზების სერიას. ეს მარათონი პირველ რიგში შეხსენება იყო იმისა, რომ ენერგია და მოტივაცია გარედან არ უნდა მოდიოდეს. ის თავად უნდა გამოიმუშაოს სწორი მიდგომით. როცა დილით იღვიძებ, გადაწყვიტავ. დღეს ერთი ნაბიჯით მაინც წინ წაიწიო. როცა ცდილობ ციფრულ რეალობაში საკუთარი ხმა გაიტანო, ესეც სწორედ შენი შინაგანი მოტივაციიდან მოდის. და მოტივაციის ქონა არ წარმოადგენს მაინც-მაინც დიდ და ხმამაღალ განცხადებებს. ის არის გადაწყვეტილება, რომელიც მოქმედებისკენ გიბიძგებს და წინ და წინ მიიწევ. ამ 14 დღეში ვისწავლეთ მნიშვნელოვანი პრინციპები. ენერგიის შენარჩუნება საჭიროა თანამედროვე სამყაროში. დროისა და რესურსების სწორად გადანაწილება წარმატების საწინდარია. თუ ამ მარათონში ბოლომდე გამომყევი, გილოცავ, შენ ამდიდრულად გსურს განვითარება და წინსვლა. ნუ იდარდებ იმაზე, რომ სხვები უფრო სწრაფად მიიწევენ წინ, უფრო სწრაფად სწავლობენ, უფრო სწრაფად დებენ დიდ შედეგებს. სწორედ ეს ყველაფერი გვაჯერებს, რომ თანამედროვე სამყაროში ჩვენთვის ადგილი აღარაა, რომ ჩვენთვის დაგვიანებულია წარმატების მიღწევა, მაგრამ სიმართლე ბევრად განსხვავებულია. ამ მარათონით სურდა გაეგო ჩემს მსმენელს, რომ სიჩქარე ყოველთვის წარმატებისა და დიდი შედეგების სინონიმი არ არის. ასევე ისიც გავიხსენოთ, რომ ციფრულ სამყაროში ყველაზე ძლიერი ადამიანები ისინი არ არიან, ვინც ყველაფერს ერთდროულად აკეთებენ. ყველაზე ძლიერები არიან, რომლებაც იციან თუ რა ტიპის მიზნები უნდა დაისახონ, სწორად როგორ დაინახონ და შეაფასონ საკუთარი მიღწევები და შედეგები, როგორ შეინარჩუნონ სწორი სისტემა. ეს მარათონი აქ სრულდება, მაგრამ მინდა ერთი რამ დაგიტოვო, როგორც პატარა შეხსენება. შენი უნარები საკმარისია. დღესვე დაიწყო მოქმედება. შენი ხედვები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე შენ გგონია და შენი ტემპიც სრულიად ნორმალურია. შეინარჩუნე ფოკუსი, დაიცავი საკუთარი დრო და ენდე საკუთარ გზას. აბა დროებით.